კურსკს თითქმის მითიური სტატუსი ჰქონდა, მასზე ამბობდნენ, რომ ის ჩაუძირავი იყო და ტორპედოს პირდაპირ დარტყმასაც კი გაუძლებდა. ადგილობრივი დროით 8 საათსა და 51 წუთზე კურსკმა ტორპედოს სასწავლო გაშვების ნებართვა მოითხოვა. პასუხად თანხმობა მიიღო. წყალქვეშა ნავი აპირებდა კიროვის კლასის საბრძოლო კრეისერ პეტრ ველიკის მიმართულებით 2 ტორპედოს გაშვებას. მნიშვნელოვანი დაგვიანების შემდეგ ადგილობრივი დროით 11 საათსა და 29 წუთზე ტორპედოს გამშვებმა ეკიპაჟმა პირველი სავარჯიშო ტორპედო სახელწოდებით ტოლსტუშკა ანუ მსუქანი გოგონა საბრძოლო ქობინის გარეშე მარჯვენა მხარეს ტორპედოს მილში ჩატვირთა. 11 საათზე, 29 წუთზე და 34 წამზე ნორვეგიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მდებარე სეისმურმა დეტექტორებმა მურმანსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნორვეგიიდან დაახლოებით 250 კილომეტრსა და კოლის ნახევარკუნძულიდან 80 კილომეტრში რიხტერის სკალით 1.5 მაგნიტუდის სეისმური მოვლენა დააფიქსირეს. 11 საათზე, 31 წუთსა და 48 წამზე დაფიქსირდა მეორე აფეთქება, რომლის სიმძლავრე რიხტერის სკალით უკვე 250 ჯერ დიდი, ანუ 4.2 იყო. მეორე აფეთქების სიმძლავრე 2-3 ტონა ტროტილის ეკვივალენტი იყო და გამოწვეული ბიძგები ალასკაში განთავსებულმა სადგურებმა კი ჩაიწერეს. სეისმური მონაცემებით მეორე აფეთქება უკვე ზღვის ფსკერზე მოხდა. ცხადია, აფეთქება იგრძნო სხვა წყალქვეშა ნავის კარელიას ეკიპაჟმას, თუმცა